თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაფიონის მსვლელობამ ახლა გადმოინაცვლა გმირთა მემორიალთან რამდენიმე წუთის განმავლობაში აქ იქნებიან ზვიად ცეცხლაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები. ხალხი ითხოვს ახლა რომ განთავისუფლდნენ ის ახალგაზრდები, ვინც რეჟიმმა დაატყვევა. ზვიად ცეცხლაძის მამა არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ ზურა. გვითხარით დღეს შეხვდით ზვიადს, რა არის მისი მთავარი გზავნილი და რა გაქვთ თქვენ სათქმელი? ზვიადის მთავარი გზავნილია, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია ბრძოლის ავანგარდში ჩაერთოს და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანეს დროს იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ გასაყარზეა, ან გვეშველება საბოლოოდ, ან ეს ქვეყანა მართლა დაიღუპება. ჩვენ თუ ვერ დავაღწიეთ თავი რუსეთის კლანჭებს და ისევ აღმოჩნდით რუსეთში, ფაქტობრივად ამ ქვეყანას მომავალი აღარ აქვს და ზვიადის ციხიდანაც სულ იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, რომ მაქსიმალურად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა აიმაღლოს, გამოვიდეს ქუჩაში და იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, იბრძოლოს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და განსაკუთრებით მოუწოდებს მის თანატოლ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მეგობრებს, რომლებიც მთავარი ძალაა დღეს ამ ბრძოლაში, რომ იყვნენ შემართული, რომ ციხეებში ყველანი მაგრად არიან, კარგად არიან, ბრძოლის შინზე არიან და გარეთ ვინც არიან მათი თანამებრძოლები მაქსიმალურად გააკეთონ, რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს იქნას გაყვანილი. ეს არის მისი მთავარი გზავნილები ციხიდან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ზვიად ცეცხლაძის დედა არის. აქ ისინი ოჯახის წევრები მოსულები არიან იმ დროშებით, რომლითაც ზვიადი ხშირად დადიოდა ხოლმე ამ საპროტესტო აქციებზე. ის ახლა სავარაუდოდ გიყურებთ. გვითხარით, რას ეტყვით ზვიადს და რას ეტყვით იმ პოლიტპატიმრებს, ვინც რეჟიმმა რამდენიმე წლით გაუშვა ციხეში? ზვიადს ვეტყვი, რომ ზვიად შენს ნაცვლად ახლა დედა და მამა ბრძოლობს, თქვენი მეგობრებიც ბრძოლობენ თქვენთან ერთად. მუხტი არ არის ჩავარდნილი, ახლა ისეთი ცოტა სეზონია გრიპებიდან, ზოგი გვწერს რომ სიცხიანი ვარ, გადამივლის და ისევ ქუჩაში ვიქნები. ასე რომ იმედი არ დაკარგო ზვიად, შენ მაგ მხნეთ იყავით, ჩვენ აქ ვიბრძოლებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი მიმინოშვილის დედა არის. ქალბატონო ელენე, რა მის თქმა ხომ არ გსურთ, გვითხარით? კი ბატონო, აქ არიან ახალგაზრდებიც, ზვიადის თანამოაზრეები, სტუდენტები. გვითხარით, თქვენ რა გაქვთ სათქმელი და ვიცით რომ ფიცი უნდა დადოთ. მოგვიყევით ამას? ფიცი უკვე დადებულია, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ფიცს ჩვენ გავიმეორებთ და შევახსენებთ უბრალოდ საზოგადოებას. რაც შეეხება იმ მიზეზს, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ, ეს არის რა თქმა უნდა უსამართლობა, რაც უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება, უკვე სათვალავის ამერია ფაქტობრივად და ვითხოვთ პირველ რიგში სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, რომელთაც არანაირი ბრალი არ გააჩნიათ და არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მათ რაღაც დააშავეს. ამიტომაც ვიქნებით იქამდე, ვიდგებით იქამდე, რამდენი ხანით საჭირო იქნება და არც ერთი დღე არ იქნება, ასე ვთქვათ, გამორჩენილი და ვიდგებით ყოველთვის სიმართლის მხარეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. შეგვიძლია კიდევ ვესაუბროთ ნიკა კაციას, რაც ჩვენთან ერთად იმყოფება. მოდი ჩვენთან გვითხარით, დღეს აი უწყვეტი პროტესტის 61 დღე გავიდა. რას აჩვენებს ეს უწყვეტი პროტესტი და რა გაქვს სათქმელი? ნიკას ვიცით რომ საკანში უკვე ტელევიზორი აქვს. შეგიძლიათ მიმართოთ მას. პირველ რიგში ერთ რამეს ვიტყვი, თუ იმეს რაიმე კითხვაზე პასუხი აინტერესებს, აი აქ ყოფ მშობლებს ჩახედონ თვალებში, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, მშობლებს ჩახედონ თვალებში და დაინახავენ რას ნიშნავს სიამაყე. და მეც ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვარ იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის დღეს ასე მნიშვნელოვანია და არ ვიცი, ყოველდღიურად ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ყოველდღიურად უფრო ახლო და ახლოს ვართ იმ მომენტთან, როცა ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. ჩვენი ბიჭებიც გარეთ იქნებიან, ჩვენთან ერთად იქნებიან და
საქართველოსაც უფრო უკეთეს გზაზე დავაყენებთ, ვიდრე ეს დღეს არის. აი ჩვენ ვიცით ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია რომ ნიკას უმძიმეს პირობებში უწევდა ციხეში ყოფნა, მთავრდებოდა საკვები, ცივი წყალი ჰქონდა მხოლოდ უთიშავდნენ გათბობას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ახლა ბოლო დღეების განმავლობაში როგორია ვითარება? ნუ დღესდღეობით რიგი პრობლემები გამოსწორებული არის. ერთი რაზეც კმაყოფილი როგორ შეიძლება იყო, მაგრამ რაც გვახარებს არის, რომ ნუ დართესნება და უკვე ექნება საშუალება რომ თვალი ადემოს მიმდინარე მოვლენებს და ეს ალბათ ყველაზე კაი ამბავია ჩვენთვის ამ ეტაპზე, რომ ჟურნალისტი რომელიც არის ტყვეობაში ინფორმაციის გარეშე არ იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნიკას დედასთან მინდა გადავინაცვლო. გკითხავთ, აქ უამრავი დედა დგას, ვისი შულიც რეჟიმმა გაუშვა ციხეში. რატომ არის ქართული ოცნების მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაუშვას ციხეში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოკეტეს 4 კედელში? თავისუფალი სიტყვის ეშინია. თავისუფლების ზოგადად. იმიტომ რომ თვითონ მონები არიან. შესაბამისად თავისუფლება რას ნიშნავს არ იციან. ჩემი პასუხი ეს იქნება. რას ეტყვით ნიკას? ნიკას ვეტყვი ხნედ რომ არის ვიცი, აქეთ გვამხნევებს, ნამდვილად აქეთ გვამხნევებს. არ გაბრაზდე. აი ამას ვეტყვი. იცინე დედა, ბევრი იცინე ის, ვინც ბოლოს იცინის და ჩვენ აუცილებლად ყველა ერთად გავიცინებთ. გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვართ ახლა გმირთა მემორიალთან, სადაც ახალგაზრდები გაიმეორებენ კიდევ ერთხელ ფიცს, ამის შემდეგ დაელოდებიან თანამოაზრეებს, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც ამ წუთებშიც იმყოფებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ბოლოს კი ეს ორივე აქცია, საპროტესტო აქცია გაერთიანდება და მსვლელობით გადაინაცვლებენ საკანონმდებლო ორგანოსთან იქ, სადაც უნდა შედგეს პროტესტის 61-ე დღე და ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლებას. ფიცის შეხსენება უკვე დაიწყო გმირთა მემორიალთან. გმირთა მოედანზე! რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას! და დავდოთ ფიცი! მათი სულების წინაშე! ფიცავ! რომ არასდროს დავთვალთ მათი სიცოცხლის ფასად! მოპოვებულ თავისუფლებას! ფიცავ! რომ არასდროს შეურიგდებით ძალას! რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს! ვიდგებით ერთმანეთის მხარ და მხარ! და დავიცავთ საქართველოს! სახელმწიფოებრიობას! ჩვენს ენას! ჩვენს მამულს! და ერთობას! ფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს! ფიცი უკვე არის შეხსენებული, ჩვენ შეგვიძლია კვლავ გადავინაცვლოთ აქ მყოფ მოქალაქეებთან. გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, თქვენ როგორ? პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა გაქვთ დღეს სათქმელი, რა გითხრათ რეჟიმმა, როდესაც ამდენი ახალგაზრდა, ვისი მშობლებიც ახლა გარეთ ხართ, ისინი გაუშვა ციხეში. რა უნდა ქართულ ოცნებას ამით რომ თქვას? არ ვიცი რა უნდა ქართულ ოცნებას ამით რო თქვას, უნდა ალბათ რომ დააშინოს ეს ახალგაზრდობა უფრო და მათთან ერთად გაგვტეხოს მშობლები. იმიტომ რომ როცა შვილი ციხეშია, მე არ მეშინია, იმიტომ რომ ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, ხო? მე ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რომ იტყვიან, რომ ჩემი შვილი და სხვისი შვილები ყველა იყვნენ გარეთ და ეძინოს თავიანთ ლოგინში. ვერ შეაშინებენ. ჩემმა შვილმა დღეს ისეთი წერილი გამოგზავნა ციხიდან.
რომ აი მე თვითონ მშობელსაც რო უყვირს, იმიტომ რომ მან ჩათვალა რომ დედამ გაზარდა ის ძალიან გმირი და მადლობას უხდის ყველას აბსოლუტურად თქვენ ჟურნალისტებს მე იმას აუცილებლად გამოვაქვეყნებ რომელიმე ტელევიზიაში წაიკითხეო მითხრა დედა ხმამაღლაო მთხოვა ეს აუცილებლად წავიკითხავ ამ წერილს დადგება ამის დრო და იქ მოისმენს ალბათ ხელისუფლება რა უნდა ახალგაზრდობას რა უნდა იმ პატიმარს რომელიც ციხეში ზის და ჩვენ აი ესე ვიბრძოლებთ ხან ვიქნებით ცოტანი ხან ვიქნებით ძალიან ბევრი მაგრამ ჩვენ აუცილებლად მე ეხლა გული მტკივა რომ ჩვენ აქ მე არ ვიცი რამდენი წლის წინ 99 წლის 9 აპრილის დროს ვიძახდი გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და დღესაც ცრემლები მომერია რომ ისევ ვიძახით გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს იმიტომ რომ ისევ საშიშია რომ ბიძინა ივანიშვილი მიაქანებს ჩვენ ქვეყანას ისევ რუსეთში მაგრამ ამას ვერაფრით ვერ ეღირსება იმიტომ რომ მას არ უნახია გაგიჟებული ქართველი და ნახავს ამასაც. აი თქვენ ძალიან უკან გადაახვიეთ ისტორია. მე მაინტერესებს გინახავთ თუ არა ასეთი რამ. 61 დღეა უწყვეტად დგას საქართველოს ქართველი ხალხი ქუჩაში ითხოვს ხელახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს და განსაკუთრებული ერთობა აჩვენა ქართველმა საზოგადოებამ. ასეთი რამ თუ გახსენდება საქართველოს ისტორიაში. ყველაფრის მიუხედავად, როდესაც ცემეს დააკავეს ხალხი. არ მახსენდება, იმიტომ რომ ძალიან უკან გადავახვია, იმიტომ გადავახვია უკან რომ არ ვიცი მაშინ რამდენი დღე იყო ეს პროტესტი და ალბათ ამდენი არა, როცა ზიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაშინ იყო რეჟიმი ძალიან რთული და ესენი იყვნენ რუსები და მე იმის მერე აღარ მახსოვს ესეთი საქართველო და გავიხსენე ეხლა რომ მაშინ იყო რუსის ჯარი, ეხლა არის ქართულად მოლაპარაკე ისევ რუსის ჯარი რა, ასე ვფიქრობ რომ ესენი ისევ რუსის ჯარი არიან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს აღარ დაბრუნდება 99 წელი საქართველოში არავითარ შემთხვევაში შეიძლება ამდენი ხნის მერე ისევ დაბრუნდეს დაბრუნდა ამიტომ არ არსებობს მოგებული მთავრობა ის ყოველთვის წააგებს და წააგებს აუცილებლად ამ ახალგაზრდებით თქვენით და ჩვენი ზურგში დგომით რა თქმა უნდა ჩვენ ალბათ მოუყვებით ისევ იმ ძველი ისტორიებს და ამით მივახვედრებთ ახალგაზრდობას მაშინ ბევრმა არ იცის და დარწმუნებული ვარ არც მთავრობაში არავინ არ იცის რა ხდებოდა 99 წლის 9 აპრილს ამიტომ რადგანაც ისევ მოთხოვნა არის გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ამას არასოდეს აღარ დავთმობთ ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს ჰიმნის შესრულდა რამდენიმე წუთის წინ გმირთა მემორიალთან. ჩვენ ვიქნებით რამდენიმე წუთის განმავლობაში აქ სკანდირებენ აქციის მონაწილეები თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, აქვე სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ მზია ამაღლობას. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქ იქნება აქცია, ამის შემდეგ დაელოდებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამოაზრეებს და უკვე მარშით გადაინაცვლებენ საკანონმდებლო ორგანოსთან ტრადიციულად პარლამენტთან დღეს შედგება პროტესტის 61 დღე.